ლიჟაღმოსავლეთში ომი კიდევ უფრო გაფართოვდა და ეს შეიძლება კატასტროფად იქცეს მთელი მსოფლიოსთვის. თუმცა პირველად შემიძლია თქვა, ტრამპმა გააკეთა. გახსოვთ, სამშაბათს მან Fox News-ის ეთერში დაიმუქრა, რომ მომავალ კვირას, ციტატა, ჩვენ დავანგრევთ მათ ყველა ელექტროსადგურს, დავანგრევთ მათ ყველა ხიდს, თუ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დასწდებიან. ასე რომ, მან აღარ დაელოდა მომავალ კვირას. და ამ ღამით, დარტყმების მე-6 ღამეს ZDZ, ამერიკულმა ავიაციამ დაბომბა ხიდები ირანის სამხრეთში, საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები. მოწყვიტა ქვეყნის მთავარი პორტი ბანდერ-აბასი გზებს, რომლებიც ტეგერანისკენ მიდის. ხოლო ირანმა პირველად მთელი ომის განმავლობაში აღიარა დარტყმები საკუთარ ენერგეტიკაზე. ენერგეტიკის სამინისტრომ პირდაპირ სთხოვა ირანის სამხრეთის პროვინციების ცხოვრებლებს, რომ დაეზოგათ ენერგია. ელექტროენერგიის კომიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ აშშ ენერგეტიკაზე დარტყმების შესახებ არ იუწყება და თეირანმა ამ ყველაფერზე უპასუხა ისე, როგორც არასდროს უპასუხია. რაკეტები ერთდროულად 7 ქვეყანაზე გაუშვეს და პირველად დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა სირია. ხოლო კუნისებში ყველაზე საშინელი ხდება. ირანმა უკვე მისცა იემენელ ჰუსიტებს ბრძანება მოემზადონ წითელ ზღვაში ბაბ-ელ-მანდების სრუტის დასახურად. რაკეტები უკვე განლაგებულია და დაჯგუფება მხოლოდ ბრძანებას ელოდება. ამ გამოშვებაში ბოლო 48 საათში ესკალაციის სრული სურათი. ორივე მხარის განცხადებები სიტყვით ირანის მხრიდან დონალდ ტრამპის მიმართ მუქარები და გონივრული პასუხი კითხვაზე, საით მიდის ეს ყველაფერი. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივიწევთ 300,000 გაუნწევის ნიშნულისკენ. პირადად მადლობელი ვიქნები თქვენი გამოწერისთვის. მოდი დავიწყოთ ამერიკული დარტყმებით, რადგან ამ ღამით აშშ-მ ახალი დონე აჩვენა. დააკვირდით სამიზნეების ლოგიკას. ამ ღამით აშშ-მ დაბომბა ხიდები ხორმოზგანის პროვინციაში. დარტყმები განხორციელდა ბანდარ-ხამილის ქალაქში, ხორმუზის სრუტის სანაპიროზე. და აქ არის მთავარი დეტალი. დარტყმები ავტომობილო და სარკინიგზო ხიდებზე, როგორც ჩანს, მიზნად ისახავდა ბანდარ-აბასის, ანუ ირანის მთავარი პორტის მოწყვეტას იმ გზებიდან, რომლებიც ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებსა და შემდეგ თეირანისკენ მიდის. სხვა მარშრუტები ჯერჯერობით ღიაა, მაგრამ ამერიკული დარტყმები შეიძლება გაფართოვდეს, რაც პოტენციურად დაარღვევს როგორც სამხედრო ტვირთების გადაზიდვას, ასევე 90 მილიონიანი ირანის მოსახლეობის საქონლით მომარაგებას. საინტერესოა, რომ ეს გარკვეულწილად გავს უკრაინის თავდაცვის ძალების ტაქტიკას, რომლებიც სწორედ რუსების ლოგისტიკას ანადგურებენ ზურგში. სტრატეგიის არსი ასეთია. ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ასეა. ამერიკა დაიწყო ირანის ნაწილ-ნაწილ დაჭრა, ლოგისტიკური თვალსაზრისით. არ ბომბავენ ქარხლებს, არც რადარებს, არამედ სწორედ ჭრიან მაგალითად პორტს, ქვეყნის მთავარ პორტს დედაქალაქისგან, წვეტენ ლოგისტიკურ კავშირებს. ანუ, კარგი, ამ პორტში შეიძლება შევიდეს რაღაც საქონელი, მაგრამ შემდეგ მისი გადატანა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ხიდები განადგურებულია. აჰა, ეს უკვე ომია ქვეყნის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, როგორც ასეთ. ამავე ღამეს დარტყმის შემდეგ ჩაბაჰარის პორტში, ომანის ყურის სანაპიროზე ალდა სადისპეჩერო კოშკი. ასევე დაზიანდა აეროპორტის ინფრასტრუქტურა, ტელეკომუნიკაციური ქსელები და რკინიგზა. და პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰექსეტმა ვერ მოითმინა და პირადადაც კი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ჩაბაჰარის ნგრევადი კოშკის ფოტო. თანაც სიამაყე თითქოს ტროფეი ყოფილიყოს. ნახეთ, ჩვენ დავანგრიეთ სამოქალაქო დისპეჩერის კოშკი, რომელიც მართავს სწორედ იმ პორტს. მაგრამ თეირანში ცოტა სხვაზე მიანიშნებენ. და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ყველა დანგრეულ ხიდზე უფრო მნიშვნელოვანია. ირანმა პირველად აღიარა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, თუმცა ამერიკელები ამაზე ჯერჯერობით დუმან. აშშ-ის ცენტრალური სარდლობა არ გამოუცხადებია ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შესახებ. მაგრამ ირანის ენერგეტიკის სამინისტრომ დღეს სამხრეთის პროვინციების მოსახლეობას მოუწოდა შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება. განმარტეს, რომ ამ რეგიონებში ამჟამად ექსტრემალური სიცხეა და ყურადღება ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ხდება. და უბრალოდ წარმოიდგინეთ ირანის ხელისუფლება მაგალითად სთხოვს თავის მოქალაქეებს სამხრეთში გამორთონ კონდიციონერები 44 გრადუსიან სიცხეში, რადგან ელექტროსადგურებზე თითქოს დარტყმებია. ირანული მონაცემებით ამერიკული დარტყმების შედეგად უკვე 35-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა და პარასკევს ეს რიცხვი კიდევ გაიზარდა. ეხლა პასუხი ირანისგან და ის ამ ღამით უპრეცედენტოდ მასშტაბური იყო. ეს მხოლოდ ამტკიცებს, რომ თითოეული მხარე მხოლოდ აფართოებს ამ ომს.
პარასკევის დილის ინფორმაციით, ირანული რაკეტებისა და დრონების წინააღმდეგ თავდაცვითი ზომების მიღება ერთდროულად მოუწიათ ბაჰრეინს, ერაყს, ქუეითს, ომანს, კატარს, იორდანიას და პირველად მთელი ამ დროის განმავლობაში სირიამაც კი. ანუ ყურადღება 7 ქვეყანა ირანის დარტყმის ქვეშ ერთ ღამეში. ეს აშკარა გაფართოება ამ დარტყმების გეოგრაფიის გაფართოება. წინა ღამეს ესკალაციის ამ ფაზაში პირველად იორდანია თავდასხმის სამიზნე გახდა. ახლა კი უკვე სირიაც. მოდი მთავარ წერტილებს გადავხედოთ. კატარი და ეს განსაკუთრებით ცინიკურია, რადგან დოხა მთელი ომის განმავლობაში ვაშინგტონსა და თეირანს შორის მთავარი შუამავალი იყო. გაგახსენებთ, რომ დოხაში იმალებოდნენ მაგალითად ჰამასის მოძრაობის ლიდერები ღაზის სექტორიდან. ზოგადად, კატარი ყოველთვის იყო ტრანზიტული პუნქტი ყველა ამ ტერორისტისთვის. კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა სარაკეტო თავდასხმის ჩაშლის შესახებ, ხოლო ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია დაჭრილ ბავშვზე. მას მოხდა ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევი. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა ამასთან განაცხადა, რომ განახორციელა მე-15 ტალღა დარტყმებისა ამერიკულ ავიაბაზა ალუდეიცზე და აღნიშნა, რომ გაანადგურა შორ მანძილზე აღმოჩენის რადარი და რამდენიმე სტრატეგიული ამერიკული საწვავის შემსები თვითმფრინავი. თუ ეს დადასტურდება, ეს ამერიკელებისთვის სერიოზული დანაკარგი იქნება. იორდანიაშიც არმიამ განაცხადა 3 ირანული რაკეტის ჩაჭრის შესახებ. ბაჰრეინი. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის განცხადებით, ამერიკული სამხედრო ობიექტები ჯუფაირში დაიბომბა. და ამ ღამის სენსაცია სირია. ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსმა განაცხადა, რომ მათ დაარტყეს ამერიკულ ძალებს 10 ტამფის ბაზაზე, სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მათ ეს ტასნიმის სააგენტოს ციტირებით უწოდეს შურისძიება ირან-შარზე ამერიკული სასიკვდილო დარტყმებისთვის. სხვათა შორის, ეს არის პირველი პირდაპირი ირანული დარტყმა სირიის ტერიტორიაზე მთელი ომის განმავლობაში. და აშკარაა, რომ ამ ომის გეოგრაფია კიდევ ერთ ქვეყანაზე გავრცელდა. აქ მართალია დაიწყო ინფორმაციული დაბნეულობა, რადგან სირიის სამხედრო წყაროებმა AFP-ს განუცხადეს, რომ 10 ტამპზე დარტყმა საერთოდ არ ყოფილა. სხვა მონაცემებით, ამერიკელებმა საერთოდაც უფრო ადრე, 2026 წლის დასაწყისში გაიყვანეს ჯარები ამ ბაზიდან. შესაბამისად, არც ზარალი და არც მსხვერპლი არ არის. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ირანელებმა საზეიმოდ დაბომბეს ცარიელი ბაზა. მაგრამ პოლიტიკური ფაქტი ფაქტად რჩება. თეირანმა განაცხადა, რომ უკვე სირიაზეც აყენებს დარტყმებს. და მთელი ამ კამპანიის დასაბუთებად თეირანი ესეთ არგუმენტს იძლევა. ის აცხადებს, რომ მიზანში იღებს ამერიკულ ობიექტებს რეგიონში. ამტკიცებს, რომ ვაშინგტონი ამ ქვეყნებში თავის ბაზებს იხენებს, როგორც პლაცდარმებს ირანზე დარტყმებისთვის. რიტორიკა კი უკიდურესად მკაცრია. შემდეგ მოვიყვან ციტატას ხატამ ალამბიის სარდლობისგან. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ ამერიკამ, გარე ძალამ, რომელიც ჩვენი რეგიონის ფარგლებს გარეთაა, ჩაერიოს ჰორმუზის სრუტის საქმეებში. თუ მისი ბოლო მუქარები, მათ შორის ირანის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები განხორციელდება, საუბარია დონალდ ტრამპზე. მთელი ინფრასტრუქტურა რეგიონში განადგურდება ირანის ძალების ძლიერი დათმობით. როგორც ისმენთ, მთელი რეგიონის ინფრასტრუქტურა. ეს პირდაპირი მუქარაა. არა ამერიკას სხვათა შორის, არამედ დუბაის, დოჰას, ერ-რიადს და ყველას, ვინც ახლოსაა. და დღეს დუბაიში კვლავ ისმოდა აფეთქებები. გარდა ამისა, ირანის დარტყმებმა დააზიანა ელექტროსადგური და წყლის გამტკნარების დანადგარი ქუეითში. კერძოდ ქუეითის ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და განახლებადი ენერგიის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის დარტყმების შედეგად ერთ-ერთ ელექტროსადგურზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რამაც გამოიწვია ენერგობლოკების ნაწილის მწყობრიდან გამოსვლა და სადგურს სერიოზული ზიანი მიაყენა. ამჟამად ხანძარი ჩამქრალია. ხელისუფლება ემზადება სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ხოლო ამ ეტაპზე მოსახლეობას სთხოვენ დაზოგონ ელექტროენერგია. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ სროლის შედეგად დაზიანდა ერთ-ერთი წყლის გამტკნარების დანადგარი. მსგავსი დანადგარები უზრუნველყოფს ქვეყნის წყლის მომარაგების 90%-ს. ანუ ირანმა უკვე დაიწყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა. მაგრამ ირანმა ჯერ კიდევ არ გამოიყენა თავისი ბოლო კოზირი, თუმცა აშკარად უკვე ამოიღო იგი კოლოდიდან. Reuters სამი წყაროს, კერძოდ 2 მაღალი რანგის ირანელი და 1 რეგიონული წყაროს მითითებით წერს, ირანმა სთხოვა იემენის ჰუსიტების მოძრაობას მზად იყვნენ ბაბ-ელ-მანდების სრუტის, წითელ ზღვაში შესასვლელი კარის დასახურად, თუ შეერთებული შტატები დაარტყამს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. პირველ რიგში ეს უკვე აღარ არის იდეა ხელსაყოთზე, როგორც ამბობენ. წყაროების მიხედვით, ამ საკითხს ირანი განიხილავდა. ის ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის დონეზე განიხილეს და ჰუსიტებამდე მიიტანეს. მეორეც, ყველაფერი უკვე მზად არის.
ხუსიტებთან დაახლოებულმა ცხარომ განაცხადა, რომ დაჯგუფებამ დაასრულა მზადება საზღვაო მიმოსვლაზე თავდასხმებისთვის. განათავსა რაკეტები და დრონები სრუტესთან, იემენის მაღლობებზე, ხოდეიდას და ადენის ყურის ზემოთ და ელოდება ბრძანებას. და მესამეც, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ როდის უნდა დაიხუროს ბაბ-ელ-მანდების სრუტე, მიიღებენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე იმყოფებიან იემენში. ანუ, როგორც ამობენ, ჩამთველი არა ხუსიტებთანაა, ჩამთველი ირანელ გენერალებთანაა იემენის მიწაზე. სხვათა შორის გახსოვთ გასულ კვირას საუდის არაბეთმა სანის აეროპორტზე დაარტყა, რათა არ დაეშვა თვითმფრინავი, რომელიც პირდაპირ თეირანიდან მოფრინავდა. და მაშინ ის ხადეიდაში დაეშვა. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ რეისით მიფრინავდნენ ის წარმომადგენლები. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში, ჩვენ წინა გამოშვებებში განვიხილეთ, მაგრამ ციფრებს შეგახსენებთ, რადგან ისინი ყველაფერს წყვეტენ. ჰორმუზის სრუტე თებერვლიდან დაკეტილია. საუდის არაბეთისთვის ერთადერთი შემოვლითი გზა არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი იანბუს პორტამდე. იანბუს პორტი წითელ ზღვაში მდებარეობს. აი საუდის არაბეთის მთელი ნავთობის 75%-მდე გადაზიდვა იქიდან პირდაპირ ბაბ-ელ-მანდების სრუტით გადის. ანუ თუ მეორე კარიც დაიხურება, ან ჰორმუზის სრუტე უკვე დახურულია, ეხლა მხოლოდ ბაბ-ელ-მანდების სრუტე რჩება. და მაშინ ნავთობის უმსხვილეს ექსპორტიორს, საუდის არაბეთს, საერთოდ აღარ დარჩება არც ერთი გზა მყიდველებთან. დიახ, ორივე სრუტე ირანის მუჩი აღმოჩნდება. ხოლო ნებისმიერი საფრთხე წითელ ზღვას შეიძლება საშინლად გაამწვავოს გლობალური ენერგეტიკული კრიზისი. და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახალი ომის ესკალაციის საშიშროებას. ახლა გისცადეთ, ყველა ეს პაზლი ერთად შეერთოთ. დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ში დაიწყებს ირანის ელექტროსადგურების დაბომბვას. ირანმა უკვე ხუთშაბათს განაცხადა, რომ თუ ელექტროსადგურებს დაარტყამთ, ჩვენ დავხურავთ ბაბ-ელ-მანდების სრუტეს. აშშ-ს პარასკევის ღამეს ხიდებს დაარტყა, მაგრამ არაა ფაქტი, რომ ენერგეტიკულ ობიექტებს. ირანი პასუხად ჯერჯერობით არ ხურავს ბაბ-ელ-მანდების სრუტეს, მაგრამ პირველად ურთხანს სირიაში. და საერთოდ ერთდროულად 7 ქვეყანაზე თავდასხმა. ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ ირანელებს ნამდვილად აქვთ რაკეტები. თუმცა შეგახსენეთ, დონალდ ტრამპი ამაყობდა, რომ მან უკვე დიდი ხნის წინ ყველაფერი გაანადგურა. ასევე ცალკე უნდა აღინიშნოს ირანის ხელისუფლების პირადი მუქარები დონალდ ტრამპის მიმართ. პირველ რიგში თეირანის ცენტრში, ისლამური რევოლუციის მოედანზე 4 შაბათს ეკიდა ბილბორდი დონალდ ტრამპის გამოსახულებით, რომელიც კუბოში წერს და წარწერით ციტირებს სიტყვასიტყვით We kill Trump, ანუ ჩვენ მოვკლავთ ტრამპს. შემდეგ კი საუბარი სრულიად პირადულზე გადადის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არაქჩი გაეროს უშიშროების საბჭოსადმი წერილში წერს. ყვერს ყველა ბაზა, ყველა ობიექტი და აქტივი მტრული ძალების რეგიონში უნდა განიხილებოდეს როგორც ლეგიტიმური სამხედრო მიზნები. ყველა აქტივი ფორმულირება ბუნდოვანია, განზრახ და მას აქვს საშიში პრეცედენტი. მარტის ფაზაში ომისა შეგახსენებთ, ირანული რაკეტები და დრონები უკვე ურთხამდნენ დუბაის. მაშინ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა დუბაის აეროპორტი, დუბაის პორტი, სასტუმროები ბურჯ ალ-არაბი და ფერმონტ პალმი, ამ ცნობილ ხელოვნურ პალმაზე ზღვაში. ახლა კი გაიხსენეთ, ვისი ცათამბჯენები, გოლფის კლუბები და ბრენდირებული კოშკები დგას სწორედ იმ დუბაიში და მთელ სპარსეთის ყურეში. დიახ, ეს არის Trump Organization-ი. და აი დღეს ირანელებმა უკვე საჯაროდ განაცხადეს, რომ თუ ტრამპი არ გაჩერდება, ისინი მზად არიან დაიწყონ შეტევები სწორედ ტრამპის ორგანიზაციის უძრავი ქონების ობიექტებზე სპარსეთის ყურის რეგიონში. და მათ უკვე გამოაქვეყნეს პირველი სამიზნეების სია. სხვათა შორის დუბაიამდეც კი აღწევს საინფორმაციო ტალღები. ემირატის ხელისუფლებამ დღეს იძულებული გახდა ოფიციალურად უარყოს ფეიკები აფეთქების შესახებ დაუნთაუნში და სწორედ ამ ტრამპის ორგანიზაციის ობიექტების მახლობლად და დაემუქროს სისხლის სამართლის საქმეებით მათი გავრცელებისთვის. ანუ პანიკა უკვე თავისთავად იარაღია და დუბაი უკვე დაცარიელდა თავდასხმების პირველ ტალღაში. დუბაი ცოტა ხნით დაცარიელდა. ამიტომ ეხლა როცა ცდილობენ პანიკის ესეთი ტალღების გაშვებას, ეს ისევ მცდელობაა, რომ ხალხი დუბაიდან უბრალოდ გაფრინდეს. ეხლა მოდით ვილაპარაკოთ იმაზე, სად მიდის ეს ყველაფერი. შეხედეთ რა კონსტრუქცია ყალიბდება. დროებითი ზავი საბოლოოდ დაინგრა. ყველაფერი მემორანდუმი უკვე დიდი ხანი აღარ არსებობს. ჰორმუზის სრუტე ირანის მიერ დახურულია. აშშ-მ ირანის პორტებზე საფასუხო ბლოკადა დააწესა. და აი ამ ღამით ამერიკელმა სამხედროებმა თუნდაც ტანკერი ვენიაო აიღეს აბორდაჟით. ომანის სანაპიროსთან კიდევ ერთმა გემმა ირანის მხრიდან დათმა მიიღო. ნავთობის ფასები ნელ-ნელა იზრდება. ორივე მხარე უკვე მე-6 ღამეა ერთმანეთს ურტყამს.
და არც ერთი მხარე საჯაროდ არ აჩვენებს მზადყოფნას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების. აქედან ესკალაციის კიბე საშიშად მკაფიოდ ჩანს, საფეხურიდან საფეხურამდე. პირველი საფეხური ფაქტობრივად უკვე გადალახულია ამ ღამით. პირველი საფეხური არის ხიდები, ლოგისტიკა და ენერგეტიკაზე პირველი აღიარებული დარტყმები. ანუ კიდევ ერთხელ, ირანი აცხადებს, რომ ენერგეტიკაზე დარტყმები უკვე განხორციელდა. ამერიკელები ამაზე დუმან. მეორე საფეხური სწორედ ის მასშტაბური დარტყმებია ელექტროსადგურებზე, რომლებიც ტრამპმა დაანონსა მომავალ კვირას. მესამე საფეხური ავტომატურად არის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის ბრძანება იემენისთვის, რომ იემენელმა ჰუსიტებმა დაიწყონ ბაბ ელ-მანდების სრუტის ჩაკეტვა. და სწორედ ამ მესამე საფეხურზე ჩვენ ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ეხლა ჯერ კიდევ პირველ საფეხურზე ვართ, მაგრამ აშშ-ში უკვე თითქოს მეორე საფეხურზე გადადის. არის თუ არა შანსი, რომ ამ გზიდან გადავუხვიოთ? არის და ესეც ჩანს. დონალდ ტრამპი ახლა მაინც დიპლომატიაზე მიანიშნებს. შუამავლების ხაზით მუშაობას აგრძელებენ პაკისტანი და კატარი. კატარი, თუნდაც ირანის რაკეტების ქვეშ, მაინც არ ტოვებს მოლაპარაკებების როლს და ოფიციალურად უარყოფს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებზე დათანხმდა. ანუ დოხა მაინც აგრძელებს დიპლომატიის მიზიდულობის ცენტრად ყოფნას. ანუ დიპლომატიური არხები ჯერ კიდევ ცოცხალია. პრობლემა აქვს სხვა. ორივე მხარე ახლა მტკიცედ სჯერა, რომ კიდევ ერთი დარტყმა და მოწინააღმდეგე აუცილებლად გათხდება. დონალდ ტრამპი სჯერა, რომ ხიდები და ელექტროსადგურები თეირანს აიძულებს ჰორმუზის სრუტე დათმოს. თეირანი კი სჯერა, რომ ბაბ ელ-მანდების სრუტის დახურვის მუქარა და დონალდ ტრამპის უძრავი ქონების საფრთხე მას აუცილებლად დაახევინებს უკან. და როცა ორივე მოთამაშე დარწმუნებულია, რომ გამარჯვება პირდაპირ ერთ დარტყმაშია, მაგრამ გაჩერება არც ერთს არ უნდა, ეხლა კი მთელი ყურადღება ორ ფაქტორზეა მიფრობილი. დაბომბავს თუ არა ტრამპი ირანის ელექტროსადგურებს და შეასრულებს თუ არა ირანი თავის მუქარას ბაბ ელ-მანდების სრუტის დახურვაზე. ფაქტობრივად ეს არის მთავარი და ბოლო მუქარა ორივე მხარისგან. და აი აქ მგონია, რომ ამ ომის კულმინაციას უახლოვდებით. ნახოთ, როგორც ამბობენ, ვინ დათმობს პირს. აქ სამწეთილს დავშავ. თქვენი აზრები და დასვენები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გთხოვთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი. გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News. ბმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. იქ ჩვენ ვაქვეყნეთ სიახლეებს, როგორც კი მივიღებთ. თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას, შეგიძლიათ ნებისმიერი დონატით, ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.